არის სრული ბოდოა თქო, რომ რაიმენაერი კავშირი შეეცადოთ გაავლოთ ჩვენს რაღაც ურთიერთობასთან ამ კომპანიასთან და შემდეგ ამ კომპანიის ურთიერთობასთან რომელიმე კონგრესმენთან. ნაციონალური მოძრაობა ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ თავის მართლების რეჟიმშია. სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროვებით გაღიზიანებული გიორგი ბარამიძე ბოდვას უწოდებს იმას, რაც ამერიკაში უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება. ირკვევა, რომ სააკაშვილის პარტიამ $320,000 გადაუხადა ამერიკულ ლობისტურ კომპანია ნელსონ მალინსის, რომელიც თავის მხრივ რაც რადიკალების მხარდამჭერი და პოსტების წერის სანაცვლოდ თანხების აღებაში მხილებული ჯო ვილსონის შემომწირველია. ხელშეკრულება 11 ივლისით თარიღდება და ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. ნაცების მიერ გადახდილი თანხა კი კომპანიის 6 თვის საქმიანობის ღირებულებაა. დოკუმენტებში პარტია არა რეალური, არამედ შეცვლილი სახელით ერთობა ნაციონალური მოძრაობით ჩაიწერა. რისთვის გადაუხადა ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ თითქმის $1 მილიონი. ამ საკითხზე საუბარი თავად პარტიაში არ სურთდა მედიასთან, არ გამოჩენილა არც დოკუმენტზე ხელმომწერი. თუმცა რადიკალების რეალურ მიზნებს ხელშეკრულებაში ჩაწერილი პუნქტები ამხელს. სააკაშვილის პარტია სოლიდურ თანხას საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარისთვის იხდის. ურეიტინგო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, ლობისტურ კომპანიას დახმარებას თხოვს, რომ შტატებში აქტიურად ისაუბრონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენ უზრუნველყოფთ რჩევებსა და დახმარებას შეერთებულ შტატებში ერთობა ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად, მათ შორის პარტიასა და შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში. გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში, წინაარჩევნებით დარღვევებით და დავებით იყო დატვირთული და ჩვენი ფირმა შეიმუშავებს მთავრობასთან ურთიერთობის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას მომავალ არჩევნებში. ამ შეთანხმების მოქმედების ვადა ორივე მხარის მისი ხელმოწერის დღიდან იწყება. კლიენტი თანახმაა გადაუხადოს ნელსონ მიულინს $360,000 ამერიკული დოლარის ოდენობის საწყისი საკომისიო, რაც წარმოადგენს მომსახურებას პირველი 6 თვე. რადიკალურ ოპოზიციასა და მათ ლობისტებს კიდევ ერთხელ შეუქმნა დისკომფორტი იმ ამერიკულმა კანონმა, რომელსაც საქართველოში რუსულს უწოდებენ. ნაცმოძრაობასთან ერთად ფარა მორიგ სკანდალში ხვევს უკვე კარგად ნაცნობ ლობისტ ჯო ვილსონსაც. იმ კომპანიის სათაო ოფისი, რომელსაც სააკაშვილის პარტია სოლიდურ თანხას უხდის, სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარეობს. კომპანია კი აქტიური დამფინანსებელია კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური კამპანიების და სწორედ მათ შორისაა სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ვილსონიც. ლობისტურ კომპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის პირადი ლობისტისთვის ჯამში $87,500 აქვს შეწირული, რაც აფუძვლიან ეჭვსბადებს, რომ ამჯერადაც სააკაშვილის პარტია ლობისტური კომპანიის გავლით სწორედ ჯო ვილსონის ფასიან პოსტებს და ქვეყნის იმიჯზე მიზანმიმართულ თავდასხმას დააფინანსებს. საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული მთავრობა აგრძელებს ქართველების სასტიკ ჩაგვრას. მოვითხოვდა უყოვნებლივ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქართული ოცნების წევრების მიმართ. ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ დავრჩეთ და დავუშვათ, რომ საქართველო ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დიქტატურაში ჩავარდეს. მადლიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი შეხვდა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. ივანიშვილის კენგურუ სასამართლო მუდანაშაულო 21 წლის მომიტინგე მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი ქვეყნის, საქართველოსთვის თავისუფლების მომავალი სურდა. ნინო გალუტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა დამნაშავეები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ. დღეს მეგობარი აქტი კონგრესისთვის წარვადგინეთ. ჩვენი პირველი პრიორიტეტია უზრუნველყოთ, რომ ქართული კოშმარი დასრულდეს და აგრესორთა ღერძმა შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორიზმი. გამოდის, რომ ამერიკელ კონგრესმენს, რომელიც საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლებისა და მოსამართლეების დასანქცირებასა და ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვდა, ამ პოსტებისა და ყოველდღიურად ბეჯითად შესრულებული ინსტრუქციისთვის რადიკალებისგან სოლიდური თანხა აქვს აღებული. ვილსონი რომ ყიდის ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც მას როგორც კონგრესმენს აქვს, ეს დადასტურდა მაშინაც, როდესაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ბილეთები, დროშები და სხვადასხვა საგნები საკუთარი ოფიციალური საიტის მეშვეობით გაყიდა. ახლა კი უკვე ოფიციალური დოკუმენტებით დამტკიცდა ის, რაზეც სახელისუფლებო გუნდი დიდი ხანია საუბრობს, რომ ამერიკელი კონგრესმენის გულის ტკივილი საქართველოსთან დაკავშირებით ფარსია და კონკრეტული თანხის ოდენობით ისაზღვრება. გაირკვა რა ღირს ქართველი ხალხის სიყვარული. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა. შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო ვილსონიც იღებდა. ჩვენ როდესაც ვამბობდით
ვისმენდით არასწორ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით, არასწორ დამოკიდებულებას იმ კონკრეტული კონგრესმენის მხრიდან ვილსონი, ხო, მე მგონი, ხო? ამაზე საუბრობდით, რომ, ფული აქვს ამ ადამიანს აღებული, რომ დააყენო და რო უთხრა, მიუტანო რუკა აჩვენო საქართველოს სად არის, აი დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის სად არის საქართველო. და წარმოდგენა არ აქვს, შეიძლება ჯორჯიის შტატი გონია საქართველო. მაგრამ ფული აქვს აღებული იმ ადამიანს, რასაც დაუწერენ, იმას აჟღერებს და იმას იმეორებს. როგორც იტყვიან, გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას სუყეთ გადახდილი თანხები ან deep state-ის გავლენები, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ნაქურდალი ფულით დაპოსტილ ჯო ვილსონის დაპოსტილ ასე ვთქვათ შეტევებზე გვაქვს საუბარი. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღეს თუ ხვალ, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო ვილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. და ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის თურმე ჯო ვილსონის მხრიდან საქართველოს სიყვარულის და მეგობრობის ფასი. ეს არის $360,000, დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ეს არის რეალურად მათი მეგობრობის, ვითომ მეგობრობის, პოლიტიკური აქტიურობის უკან სინამდვილეში დგას ფული და არა რაღაც ალტრუისტული ინტერესები. ამერიკულმა ფარამ ნაცმოძრაობის ლობისტი ვილსონი ამხილა მაშინაც, როდესაც კონგრესმენმა ლობისტური საქმიანობისთვის კეზერაშვილის ფორმულასგან ლობიზმისთვის თანხა აიღო. ვილსონსა და მის ქართველ დამფინანსებლებს საპარლამენტო ოპოზიციაში კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ კონგრესმენის ფასიან პოსტებს ფასი მხოლოდ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის აქვს. იბრძვიან იმისთვის, რომ აქ გააუქმებინონ გამჭვირვალობა, აქ დააკანონებინონ კაცების ქორწინება და რაც ყველაზე მთავარია, ძალადობრივი აქციები დააფინანსონ იმისათვის, რომ დაკვეთა რაც აქვს deep state-დან, იგივე გლობალური რომის პარტიიდან, აქ რევოლუციური სცენარები განახორციელონ. არ გამოსდით მართალია ეს და გაშიფრულები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ფარა არა მხოლოდ საქართველოში მოქმედებს ძალიან დიდი ხანია ამერიკაში და ამერიკაში მოქმედი ფარას წყალობით ქართველი ხალხი გებულობს თუ რას აკეთებს ნაცმოძრაობა და ვილსონი მათი მეგობარი. ამერიკულმა ფარამ ოფიციალური დოკუმენტებით დაადასტურა, რომ ჯო ვილსონის ანტიქართული განცხადებებისა და ქმედებების უკან სოლიდური თანხები დგას, მთავარი დამფინანსებელი კი ნაციონალური მოძრაობა.